ჩვენი კოლეგა ვახო სანაია, რომელსაც 6 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მცხეთის იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. ფორმულას წამყვანის პატიმრობას მისი ინტერესების დამცველი აფასებს, როგორც კონკრეტული ჟურნალისტის წინააღმდეგ რეპრესიად, ასევე შეტევად კრიტიკული მედიის მიმართაც. ადვოკატის ინფორმაციით ვახო სანაია არ აპირებს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას, რადგან არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სამართლებრივად შესვლას პროცესში და დავას სასამართლოში, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევს. შექმნილ ვითარებას და თვითონ კანონმდებლობას ისევე აფასებს როგორც გუშინ. პირიქით კიდევ უფრო რეპრესიულად, იმიტომ რომ ახალქეთას ამბავით შეიტყო. სავარაუდოდ ფიქრობს იმასაც, რომ ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა მით უმეტეს მის კოლეგებზე, რომლებიც ღიად საუბრობენ ამ პრობლემებზე. სოლიდარობას მხარდაჭერას უცხადებს ყველას და თვითონ თავს კარგად გრძნობს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ყველანი ძალის პატივს შემდა კარგად ეპყრობა, რაც სჭირდება მას ის ყველაფერი აქვს, რაც შეეხება თვითონ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, ზოგადად არ თulis, რომ ამ პროცესში სამართლებრივად შესვლა მისი მხრიდან არის გამართლებული. თulis უბრალოდ არ აღიარებს არც სასამართლოს, არც საქალაქოს გადაწყვეტილებას, შესაბამისად უარს ამბობს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამას ჩვენ ვაფასებთ პირველ რიგში როგორც კონკრეტული პიროვნების მიმართ სადამსჯელო ხასიათის გადაწყვეტილებას და ასევე რაღაც მხრივ ზეწოლას კრიტიკულ მედიას.